კოსტუმების შექმნა კონკიასთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. სამოსი ფილმისთვის სამგზის ოსკაროსანმა დიზაინერმა სენდი პაუელმა შექმნა. კოსტუმების კონცეფციაზე პაუელმა კონკიას გადაღებების დაწყებამდე 2 წლით ადრე დაიწყო მუშაობა. მე-19 საუკუნის ფილმი, რომელსაც ჰოლივუდში 40-50-იან წლებში გადაიღებდნენ, დიზაინერის შთაგონების წყაროდ იქცა. გადაპრანჭული, უგემოვნო და სასაცილო უნდა ყოფილიყო დედინაცვლისა და მისი 2 ქალიშვილის სამოსი. პრინცის სამოსის სილუეტი კი დისნეის ლეგენდარული ანიმაციის მიხედვით დაიხატა. ტანსაცმლის ფერები რიჩარდ მედენის ცისფერ თვალებს შეუხამეს. კონკიას კაბა, რომელიც მას წვეულებაზე მოსავს, ლამაზი და შთამბეჭდავი უნდა ყოფილიყო. ცეკვის დროს ის თითქოს ჰაერში ლივლივებს. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ წყლის ფერები, ამბობს სენდი პაუელი. კაბისთვის დიზაინერმა ათეულობით სხვადასხვა მატერია გამოიყენა. კონკიას კაბის 9 ვერსია შეიკერა. თითოეულისთვის 246 მეტრი ნაჭერი და 10,000 კრისტალი გამოიყენეს. თითოეულ კაბას 18 მკერავი 500 საათის განმავლობაში კერავდა. კიდევ უფრო რთული იყო კონკიას საქორწილო კაბის შექმნა. ერთდროულად ძალიან მარტივი და განსხვავებული, თან ეფემერული და თანაც სადა. ასეთი იყო სენდი პაუელის ამოცანა. აბრეშუმისგან შექმნილ ხელით მოხატულ კაბაზე 550 საათის განმავლობაში 16 ადამიანი მუშაობდა. ერთ-ერთი ფოტოსესია სწორედ საქორწინო კაბაში გაიმართა. მსახიობი ძალიან ახლოს იდგა გამათბობელთან და კაბას ცეცხლი გაუჩნდა. შეზღუდული დროისა და ბიუჯეტის გამო ახალი კაბის შეკერვა ვეღარ მოხერხდა. ამიტომ კაბის ზედა ფენა შეცვალეს. როდესაც კონკიაზე დავიწყეთ მუშაობა, მკითხეს ისტორიის, რომელი მონაკვეთი აგვეღო სამუშაოდ. გამიხარდა არჩევანის საშუალება, რომ მომცეს. მე-16-დან მე-19 საუკუნის ჩათვლით ყველა ეპოქის სტილს გადავავლე თვალი და მე-19 საუკუნეზე შევაჩერე არჩევანი. ეს ეპოქა ყველაზე მეტად შეეფერება ზღაპარს. გადაწყვიტე კიდევ უფრო მეტად დავკონკრეტებულიყავი და ჩემი შთაგონების წყარო გახდა მე-19 საუკუნის 40-იანი წლები. ზოგი პერსონაჟისთვის კი სამოსი მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან ავირჩიე. ფეხსაცმელი, რომელიც კონკიას ისტორიაში ერთ-ერთ მთავარ როლს თამაშობს, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. პაუელის შთაგონების წყარო გახდა ერთ-ერთ მუზეუმში ნანახი 50-იან წლებში შეკერილი ფეხსაცმელი. შუშა არ ბწყინავს და შესაბამისად ფეხსაცმელი კონკიასთვის კრისტალისგან შეიქმნა. პაუელი ავსტრიაში სვაროვსკის სათავო ოფისში ჩავიდა და ფეხსაცმლის დიზაინზე საიუველირო სახლის დიზაინერებთან ერთად იმუშავა. სვაროვსკიმ ფილმისთვის 8 წყვილი ფეხსაცმელი შექმნა. რადგანაც ისინი კრისტალისგან იყო დამზადებული, შესაბამისად მათი ჩაცმა შეუძლებელი იყო. გადასაღებ მოედანზე ლილი ჯეიმს ტყავის ფეხსაცმელი ეცვა. ფილმში კი ვიზუალური ეფექტების დეპარტამენტმა ციფრულად ჩაანაცვლა ტყავი კრისტალი. სვაროვსკიმ დისნეის ფილმისთვის 7 მილიონ კრისტალზე მეტი გამოუყო. ისინი დიზაინერმა კოსტუმებისთვის, ტიარებისთვის და წვეულების სცენებისთვის გამოიყენა. კონკიას გადაღებები 2013 წლის 23 სექტემბერს დაიწყო. მოედნები ინგლისში, პაინვუდის სტუდიაში, ვინძორ კასლში და ბლენჰეიმის სასახლეში მოეწყო. მუსიკა კონკიასთვის კომპოზიტორმა პატრიკ დოილიმ დაწერა, რომელმაც არაერთხელ იმუშავა კენეთ ბრანასთან.